თქვენ იმსახურებთ რომ ეხლა გაგცეთ თქვენი ტელევიზიიდან ყველას მეძახდით და მიშას კლავდი და ვასაფლავებდი და ამიტომ შესაბამისად თქვენ ჩემთა ხმა არ ამის ღონისძიებაზე გამოჩნდით და არ გაქვთ იმის გამბედაობა რომ საჯაროდ ისაუბრო საჯაროდ მე მაკლია გამბედაობა მაშინ გითხარით რატომ უჭერთ მხარს გახაკალაძეს ჯობია ჯერჯერობით ვინც არიან წარმოქმნილი კანდიდატები როცა ამაც გამბობს სინდისის პატიმრები გახსოვთ ან სადგურის მოედანზე დაღუპული ადამიანები გახსოვთ ამისგან აქციებზე ხომ იდგა თქვენი ჩემი შვილი იყო ერთხელ ნახა და წამოვიდა ჩემი შვილი ჩემთან არის და რას ფიქრობთ სინდისის პატიმრებზე ამ ყველაფრის ფონზე თქვენ სინდიზე მე ნუ მელაპარაკებით ბატონო ნინო ახალგაზრდებზე გეკითხებით თქვენი შვილის ტოლი ადამიანები ციხეში ჩასვეს თქვენი იცით რა არის სასამართლოზე გამო ჩემი შვილი თუ იყო ჩემი შვილი თავის საქციაზე თვითონ აგებს პასუხს ჩემი შვილი თავის ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებზე წავიდა ნახა მაგრამ ჩემი შვილი ჩემგორზე დგას თქვენი შვილი რატო გაქვთ ეგეთი აგრესიული სახე რატო გაქვთ ესეთი შერყეული სახე რატო გაქვთ ესეთი რაღაცა აი აგრესიით ხარ წამოსული რატო გაქვთ აგრესია ჩემს მიმართ რატო გაქვთ მე უნდა მქონდეს მთელი 2 წელი კვლელი მეძახეთ მომიხადეთ ბოდიში კვლელი მეძახეთ მომიხადეთ თქვენმა ტელევიზიამ კვლელი მეძახეთ ბოდიში მომიხადეთ არა მე არასოდეს არ უიზე თქვენ უსაუბროთ იქაც ყველა წამყვანი ყავთ ყველა მათხვარა ყავთ ყველა თქვენი ტელეწამყვანი ყველა პარტიას მორგეულზე ყველა პარტიაში ნამყოფი თქვენ რა ფულებით აცხართ მოპარულ ფულებზე თქვენ კეზერას მოპარული ფულებით ხართ ახლა აქ და თქვენ ბატონო თქვენი შვილი იდგა აქციაზე და ჩვენ როგორ ველაპარაკობთ ის ფულები თქვენი შვილი იდგა აქციაზე ჩემი შვილი რისთვისაც იდგა სადაც უნდა იქ იდგება თქვენგან გასხვებით მე ჩემს ხალხიც იდგა ვინც ახლა სინდისის პატიმრად უზის ციხეში ფორმულას ენის რო გიჭრა თქვენი წამყვანი შვილი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო საპატიმროში მე მე ჩემს შვილს დავიცადე ჩემს შვილს რომ დაიცადა თუ მართალი იქნებოდა მაგრამ მე ჩემი შვილის გამო ხმებს არ ჩავაყენებდი ისეთ მდგომარეობაში როგორ არ არის მართალი თქვენ ხართ მოპარული ფულები დაფინანსებული ტელევიზიები არა უშენ წადი ჩემს შვილს თქვენ რა ხელი გაქვთ თქვენ კომუნისტები თქვენ ბოლშევიკები თქვენ ჩემს შვილთან რა ხელი გაქვთ თქვენ ხართ თაღლითები მოპარული ფულებით დაფინანსებულები რომლებიც აი ესე ხართ მათხოვრებაც ხო იყო თქვენი შვილი ხართ მათყუარა აი ამაში დაგეთახმებოდა თქვენი შვილი შეხედე კეზერას ფული კეზერამ აგვისტოს ომის დღეებში ბრილიანტები იყიდა როცა იქ ბიჭებს მარხავდნენ და თქვენ ამ ტელევიზიის და ამ კალაძის პოლიტიკა შემცირულ ადამიანებზე გითხარით აი სადგურის მოედანზე დაღუპულ ხალხზე გითხარით ბატონო მე არ გადამაქვს თქვენ ხართ მატყუარები თქვენ მე მკვლელობაში მადანაშაულებით მომიხატეთ ბოდიში თქვენი ტელევიზია ყოველ დღე მიწოდებდა მკვლელს თქვენი ტელევიზია ყოველ დღე მიწოდებდა მკვლელს თქვენი ტელევიზია ყოველ დღე მიწოდებდა მკვლელს დამშვიდი კი არა მიპასუხე მომიხატე ბოდიში მომიხატ არ იყო ნაცემი ჩემი შვილი თვითონ არა ფეხი წამოდე წკრა და თვითონ თქვა რომ ფეხი წამოკარიო არა თქვით ეხლა თქვით ამოიღეთ ჩანაწერი ეხლა არა არ დაშავებულა ჩემი შვილისთვის თითი არავის არ დაუკარებია წავიდა როგორც ეგ აი თქვით ამოიღეთ ჩანაწერი ამოიღეთ ჩანაწერი და სადაც ამბობს რომ მე თვითონ წამოვდე ფეხი და წავიქეცი მისთვის ხელი არავის არ დაუკარებია ერთი დღე იყო მისული წამოკრა ფეხი და თვითონ ამოიღე თავად ასე ერთი